ბედნიერი ხუჩებათი დროებით. ვისაც თავში აზრად მოგივათ, რატო არ დავყავს მარიამი ჩემ ბაღში, აი ამიტომ. სახლიდან ასე მოვდივართ. გულავთ. სული ამომძვრა. უკვე ვხავდი. ჩამობრძანა. აი ესე დავიღალე რომ ხელში აყვანილი მომყავდა. კიდე მალე მივად. იმიტომ იყო საშინელი ქარი. შესცივდა, მაგრამ აქაც უწამაშურა ის რუმიანა. ახუტებული მყავდა. მეტროში იმდენი ხალხი იყო, ვერ დავსვი და ჰაი, მეგობრებო, მოვედით და მოდი დავაგემოვნოთ პასკა იფქლის. არ ვიცი, მოკლედ რა არის რა, როგორია, მაგრამ ეხლა ძალიან ცუდი არ მგონია იყოს, რა პასკა. დიდად რო გითხრათ ხა რომ არიქა და ისეთები მიყვარს, კრემები რო აქვს ზემოდან, მოგატყუათ. ანუ ჩემთვის მაგათად იდეალური პასკა არის, აი ასე, შვეულებრივი ყოველგვარი რაღაცების გარეშე, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი მგონია რომ რაღაცა ნამცხვარს მივირთმევ ხოლმე რა, ეგეთი შეგრძნება მაქვს რა. მოდი ვნახოთ, აი თქვენ წავიდეთ თეთრად მოყრილურა, ეგეც ნაკლებად მომწონს. აი ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ იყოს ეს ჩვეულებრივი რა. ნახოთ როგორ გემოიქნება. დედიკო, გადმოდი საყვარელო, მოდი ჩემო ლამაზო, მოდი ჩემო პატ. არა, დედი, გაგიციე უკვე, რა ცხელია შულ 2 საათის წინ მოვიტანე. 2 არა, მაგრამ. კარგი, ეს ახლა აქ უკვე აღარ გვჭირდება. 2 ცალი ვიყიდე ესეთი და მეთქი მოდი დავაგემოვნოთ როგორი იქნება, ძალიან მაინტერესებს. საერთოდ ძალიან მოყვარს პასკა, აი უშუალოდ აღდგომის პერიოდში რომ მივირთვა, რა, ეგ ის მაქვს. აღდგომის მერე ხომ მივირთვე, მაგრამ იქამდე არ მივირთვე ხოლმე, სანამ აი უბრალოდ აღდგომა არ დადგება და მაშინ მიყვარს ხოლმე ძალიან, მაგრამ რაღაცა გულმა ვერ მომითმინა, ისეთი პაწაწუნები და ლამაზები იყო და მეთქი მოდი ვიყიდითქო და გავსინჯი რანაირია რა არის ერთი მეტი. ხო, როგორია? სუნი ნახოთ. სუნი არის ძალიან კარგი. არ ვიცი, ასე უნდა იყოს თუ არა, ალბათ თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მაგრამ რაღაცა ზედმეტად ყვითელია, კადრში იმდენად არ ჩანს, მაგრამ აი რაღაცა ძალიან ყვითელია. ხო, არ ვიცი, სუნი კარგი აქვს და მოდი დავაგემოვნოთ. სხვათა შორის პრეზიდენტის კარაქი უხდება ძალიან და რა ვიცი, ნებისმიერი კარაქია. ძალიან უხდება. ნახოთ. ნორმალურია. არც გადამშრალი არ არის და არც ძალიან სველი არ არის. აი ოდნავ ნოტიოროა, ანუ ძალიან მომწონს, აი ოდნავ ნოტიოროა რა. ნახოთ გავსინჯეთ კიდე. კარგია. დედიკო, მოდი მივირთვი. მარიკო, გთხოვ რა. მარიამ, დედა რო გესაუბრება, არ გესმის? ჯერ ეგ აქვს კიდე, კარგი, დაასრულე და მერე. არ ვიცი, ესე ძალიან ყვითელი რატოა ვერ გავიგე. ავი აზიარო, კი ეგემრიელი მაგრამ. დადი, ორივე შეჭამი შენ. ბევრი გინდოდა შენ. მოდი მე მოგიხმარებ. ხაჭაპური. მარიამ სულყიდა. უბრალოდ მარიამ ჩემთან იყო სამსახურში. იზოლებული გავხდი, წამეყვანა. და ანუ ისეთ ქარბუქში მყავდა წაყვანილი ხალხო ვინანე. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აი ისეთი ქარბუქი იყო, რომ აი რავი რა გითხრათ. მოდი დაენახე და მიესალმე, მოდი.
მე დედა მე ხოწებოდა მთელი გზა ამიყვანეო და მე კიდე ისე მткиოდა წელი ამის აყვანა სად შემეძლო და ძლივ გავაკაჩნე აქ დაეძინა ყოსახს რომ მოვუახლოვდით და მე გამოფხიზლდა აი მე რა გაყინული ხარ წადი ჟაკეტი მოიტანე სიყვარულო მიდი გაიქეცი ვიში ჟაკეტი ნაჭრეს შეგცივდა და ფეხი ჩამოიღეთ შეიძლება თქვენ ალბათ უკვე მიირთვით ბევრმა პასკას უკით ჰავა დაცხოთ ფეხი ჩამოიღე და ერა რო გითხრათ ახლა მე ეს გამომოდის მე მომიმზადებია ძალიან მოგატყუებთ და რო გითხრათ რომ სურვილი მაქვს ამასაც ძალიან მოვიტყუები კონცერტი აუ იმის ჩვენები კიდე კონცერტი ახლა დემო დაყვება ვერ გავიგე რისი ოღონდ პასვები სიტყვა გოგო კონზია ვარ დავამთავრე კვანჩა ჰადედიკო თქვა რა დავამთავრე აკა რა დაამთავრე და ხატაპარ რა დაამთავრე ჯერ არის დაგიწია მე ხუმრები და უწია და დავამთავრეო ანუ ამაზეა საუბარი ხალხო მოსუცხნლები რო უდოს თეფშზე აიმა არ ვიცი დღეს რა ხდებოდა ერთი რაშიც გამიმართლა ეგ არის რომ წვიმაში არ მოვყევი ანუ ერთ-ერთი მაგაში გამიმართლა აქედან ცხელი ყავდა წაყვანილი ვაჟაზე ცხელი დვატარა ისეთი ქარი იყო აბიხუტე ბავშვი არავის გეცალათ დამეტოვებინა თქვენთვის მარიამ დაღეჭერა და თქვენ როგორ გიყვართ პასკა ესეთი აი ჩვეულებრივი თუ აი ზემოდან რო აყრია და 1000 რამე აღა მორთულ მოკაზმული ესე რომ შეხედავ მე ნამცხრად უფრო აღვიქვამ და მომწონს მაგრამ აი როგორც პასკა ნაკლებად მაგრამ მორთული მომწონს ანუ გემოს რომ მიჭამია მომწონს როგორ არა უბრალოდ ანუ პასკის იმას ვერ იმას მიშვება რა მგონია რომ აი ესეთი ჩვეულებრივია პასკა რა აი მაგათად ქიშმიში ესეთ მარტო ქიშმიში რომ მივირთვა თითქოს მიყვარს ოღონდ ბევრს ვერ მივირთვებ შოკოლადაში ქიშმიში საერთოდ არ მიყვარს ანუ აი ალპენგულზე ხო გიჟდები თხილით რვა და თუ ოდნავ ქიშმიშიც არ მეურევია ვერ მივირთვებ და აი პასკაში აი ეს ქიშმიში არ მაწუხებს რა ამაში არ მაწუხებს ადედიკო ჩქარა რა დედიკო და მე რეიმპერე აი სასოწარკვეთილ უბედურების ჯგუფში რო არის იქ წავიკითხე ძალიან განიცდი და გოგონა რომ მოკლედ დაბალი ვარო ქმარზეო ხო და მულიობნებაო ჩემს ქმარსო რომ გაუშვი კაცო მაგას უკეთეს მოიყვანო რაც გინდაო ეგეთიო დაბალიაო არ შეეფერები და ასე შემდეგ ძალიან განიცდიდა რა მოკლედ შეძახილ მოუხი არ გააქვს მოსო და მოკლედ ძალიან მინდა რომ ამ თემას შევეხო რა რადგან მეც დაბალი ვარ ცოტა გულზე მომხვდა ეგზაქტი აი მე ნელა ჰა მარია მობრუნდი დედა მე გააგრძელე რა სიმღერა რა ეს რო დაბალი ვარ ალბათ უფრო მაგიტო მომხვდა გულზე რა რაღაცნაირად ძალიან არ მომწონს როცა ადამიანებს ზოგადად აი რამე ნიშნით რაღაცა ბრაკავენ რა აი ძალიან მაღიზიანებს ეგ საკითხი და
ყოველთვის ისე ვარ ხოლმე რა, განწყობილი, რომ მზად ვარ, აი გადავაგდო. ძალიან არ მომწონს. მე მაგალითად ჩემ ქორზე დაბალი ვარ. დიდად რო გითხრათ არც მომწონს ხალი რომ მაღალია ქმარზე, ანუ რაღაცა ვერ ვიჭერ ბალანსს, რა თითქოს არ უხდება ძალიან. ეგეთი შეგრძნება მაქვს, თუმცა ახლა მე რო ძალიან დაბალი ვიყო, ქმარზე შესაძლოა არ მოუხდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ უნდა გამაგდოს შემაქმარვა და ჩემზე მაღალი მოიყვანოს ცოლად, ხო, მაგას არ ნიშნავს. და შევინდის ოხ. მე ვთვიდა მარიამ სწრაფად ახლა დედიკო, რა დავიცადო დედა რა, დაღამდა. რა შეიძლება შეძახი მახე გაახმა, ზოგადად არის ხოლმე, თხულად არ არის ახლა მოგონილი ეგ ფრაზები, რომ აი ვიღაც რომ შეზე მუდმივად მუშაობს, რომ ესასია, მერე გადის დრო, გადის და ეგრე ხო არ არის ნეტა რაღაცა ეგრეა რა. არის, მაგრამ რამდენად ახლა ამ შემთხვევას შეიძლება მიესადაგოს და მოხდეს, ეგ კიდე სხვა საკითხი არ არის გამორიცხული. ამდენად უჯერება ამ დროს შენი ოჯახის წევრს, დედმამიშვილს და ასე შემდეგ. მე რაც განახოს კამერა მოიცადეთ ხო? მაგაზე დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია. მარიამ გაუშვით. არა დედიკო, გადმოვარდება. ხედავენ და ხას არ მიშლის საუბრით ობოდიში. კარგი, დაღეჭე შენ დედიკო და ნუ შემაწყვეტინებ ცოტა ხანი ვსაუბრობ, კაი? აი ხა ჩემ ქმარმა რომ მითხეს რომ სად გავჩერდი, იმიტომ არა ამასთან ერთად ამ ბოლო დროს აღარ მინდა საუბარი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ კონცენტრირდები რა, მომეცი დედიკო შევიკრა. მადლობა. აი ხა კობამ რომ მითხეს რომ აი რაღაცა ჩემზე დაბალი ხარ და კობას დაბალი ვარ, თუმცა არა ძალიან. მაგრამ მაინც დაბალი ვარ ჩემს მეუღლეზე. აი ხა მაგა რომ მითხრას, რომ იცი რა არის ესე და და მოდი დავიშალოთ. ვაიმე. აი არ ვიცი რა შეიძლება დამემართოს, ან მისმა ოჯახის წევრმა უმეოროს ეს რომ აი იცი რა არის შენზე ცოტა დაბალია, მოდი. აი რა წარმოიდგინეთ რა დაბალი დონის ადამიანები უნდა იყვნენ, რომ ამას უკირკიტებდნენ ადამიანს, რომ მოდი არ გინდა. აი როგორ არ უნდა სცემდე შენი ოჯახის წევრს პატივს, რომ ამ დონემდე შეტოპო და უთხრა რომ არა და გააგდე. აი ვერ წარმომიდგენია, აი ვერანაირად ვერ წარმომიდგენია მაგალითად რა დონემდე უნდა დავეცე, რომ ჩემ ძმას ვუკირკიტო, რომ იცი რა არის ხა შენზე დაბალია, შენი ცოლი და ეს აი მერთო ეგეთი რაღაც უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ დონემდე როგორ უნდა დაეცე. მე არ ვიცი. ალბათ მე რო კაცი ვიყო ჩემი და ვერ გამასწრებს იმიდან, რა ქვია, ოთახიდან ეგ რომ მითხრას, აი მე რო კაცი ვიყო, აი ვერ გამასწრებს, შევა ფანჯრიდან პირდაპირ რეისით არ ვიცი, რას დავმარტებ არ ვიცი. ან როდიდან გახდა ის, რომ ქმარზე დაბალი ხარ, მოჩე შენი ოჯახური ცხოვრება და სიყვარული არ არის ისეთი რა. და რაცა ცოტა შეირყა, აი რატო ვინ დაადგინა, რომ აი მაგის ეს დისბალანსი შეიძლება ვიღაცის თვალით არ უხდებოდეთ ერთმანეთს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მირეკავენ, რომ არ უყვარხარ და არ გიყვარს და აი უნდა დაიშალოთ. ერთი წუთით გოგოებო. აი როდის უნდა შეწყდეს სიმაღლის გამო, უი ცოტა პატარაა ცოლი, ოი ცოტა დიდია ქმარი. აი ეგეთი რაღაცების გამო, როგორ შეიძლება რომ ადამიანებს ვატკინოთ რაღაცნაირად გული რა, აი ისე შემეცოდა ის გოგო, რომ დაბალი ვარო და ესე იმას მიშვება ოჯახი, შემეცოდა ძალიან, აი რა უფლება აქვს. გინდა მული იყოს, გინდა და ვინც გინდა კაცი ის იყოს, რა მნიშვნელობა, რა დონემდე უნდა დაეცე, რომ ასე ძალიან ატკინო გული შენ ძმასაც, შენ ზრძალსაც, ახალ შემოსული როა სახში და
იმის მაგივრად რომ აგრძნობინო რომ მისი ხარ და მისიანი ხარ, აგრძნობინებ იმას რომ ნაგავი ხარ და შენთან ურთიერთობა არ შეიძლება. მერე იტყვიან, აი რატო არცემს რძალი პატივს მულს თუ რაღაცა. ამიტომ გენაცვალე. აი ამ უნდა წაიგდო ენა. ეხა იმ გოგომ რომ გაიგო ნახე რომ თან ანუ არ შეეფერება უთხრა ერთია და რაღაცა და ის უთხრა რომ გააგდე და სხვა მოიყვანე ეს ვაფშე სხვა რამეა კიდე რა. არც ერთი არ არის ხა ვაი გადამრიე, მაგრამ ის ბევრად უარესი კიდე რომ ანუ გააგდეო რო ეუბნება რა. მაგას ვამბობ რომ აი რაღაცნაირად უნდა გქონდეს აი სახე ურთიერთობებში ზღვარი რაღაცები არის, რასაც ჩემს ძმას 100 წელი კი არა. არ ვიცი, რამდენი წელიც რო გავიდეს, ზედმეტად არ ვეტყვი ჩემს რძალზე. არ მივუტან ენას, არ ვეტყვი ისეთ რაღაცას, რაზეც შეიძლება ვიცი გაბრაზდეს. არ ვეტყვი იმ რაღაცას, რაც ჩემმა რძალმა მითხრა, გული გადამიშალა თუ არ გადამიშალა თუ როგორც ქნა, მე მითხრა. მე მას არ ვეტყვი. არ არსებობს. თუ ჩემს რძალს არ ენდომება, ისეც არაფერს არ გავაკეთებ და არაფერს არ ვეტყვი ჩემს ძმას, რითიც მე მათ დავაზარალებ. მათ ურთიერთობაში რაღაცას გავაჩენ. თუნდაც აი ამდენ მინიმალურ კამათსაც კი. არ. უნებლიეთ რაღაცა მოხდება, მაგაზე თავს ვერავინ დავდებთ, მაგრამ აი ესე რომ უკირკიტო, ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ, როგორ უნდა ვაკადრო ჩემს ძმას. ანუ ამ შემთხვევაში, კაცო, ის რძალი კიდე სხვისი შვილია. ძმას როგორ აკადრებ, მე ვერ გავიგე, ჰა? ჯერ ხაჭაპური მოდი. აი როგორ აკადრა იმ ადამიანმა საკუთარ ძმას, ეგ წარმოიდგინეთ ხა რამდენად არსცემს პატივს ხო ხვდებით. რა გინდა? აჰა, დედიკო, მერე მოკბიჩე რა პრობლემებს ქმნის, ლამჭამ გაუშვი. ჰა, დე ეგრე რა იყო. წარმოუდგენელია, აი რატო უნდა ატკინო ასე ძალიან გული. განა ის რომ დაბალია, მათი სიყვარული არ არის დამაჯერებელი. მეც დაბალი ვარ და რა ვქნათ ახლა? ანუ ვინც ვართ ქმარზე დაბალი, გავშორდეთ ქვრეებს თუ აი რა გავაკეთოთ? ადამიანებს ვისაც ეგ გაქვთ, აი ეგ აჩემება და ის რა გავაკეთოთ ამ დროს? აი სულ სხვისი იმით რა ქვია, ხო ვერ ვიცხოვრებთ, ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას ის უნდა, ვიღაცამ ესე უნდა ქნას, ასე ჩვენ ხო ვერ ვიცხოვრებთ, არა? რომ ამას ეს უნდა და მორჩა. რანაირი ადამიანი უნდა იყო, რომ შეურყიო შენ ძმას, აი მთელი ცხოვრება ხო ამ გოგოს დაამახსოვრდება ის, რომ მისი მული ასე საუბრობს მასზე. ეს ხო სულ ექნება აქ. მე ვერ წარმომიდგენია ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა იყოს ეს გოგო ისეთ მდგომარეობაში, რომ აი მულია თუ რა, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა გაგრძელდეს მათი ურთიერთობა, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი მაგალითად. ნუ აი არ, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მე ისიც გამიკვირდა, რომ გაიგო და არ ჩაერია ამ საუბარში. ხა მე ალბათ ვერ მოვითმედი მსგავსი რამ რო გავიგო და ესე საუბრობენ. ჩემზე აუცილებლად ვეტყვი, რომ დაბძანდით რა პრობლემა გაქვთ. რომელი ხარ, რა გინდათ? ნიგოგოს ადგილზე აი ესე დავამწყრევ და ვეტყოდი, რომ რა გნებავთ? რა პრობლემები გაქვთ? ჩამობიწერეთ, ვერ დავიმახსოვრებ. ხო და მე ალბათ თუ კიდე გაგრძელდება, ვეტყვი იმ ჩემ ქმარს, რომ მივდივართ თუ მივდივარ. რომელია? იმიტომ რომ ეგეთ ოჯახში არ არსებობს რომ გაიხაროს რძალმა. ანუ ეგ ხა წარმოუდგენელი რამეა. ოჯახს რომელსაც არ უნდიხარ, იქაურობას უნდა გაეცალო. აუცილებლად შეირყევა ურთიერთობები. შეძახილი ბევრავეს ახმობს, ეხლა შეიძლება სულ არ გაგიშვას კაცო და სხვა ცოლი არ მოიყვანოს, მაგრამ არასასიამოვნოა, ძალიან სტრესულია და ეს ძალიან რთული თემაა და რაც ხშირად ეტყვის, ამას მოყვება კამათი, ის მოყვება, ეს მოყვება, ნერი ვერ შენ ჩაერევი რომ სათანადოდ არ დგახარ თუ ამას გიბედავენ თუ ანუ ამ დროს ყოველთვის რა თქმა უნდა ჯობია რომ რაც ცალკე იყვნენ ადამიანები, მაგრამ არ არის სამწუხაროდ ამის საშუალება რომ აი ესე ცალ-ცალკე იცხოვროს ყველამ, არ არის. სამწუხაროდ არ არის.
თორე დარწმუნებული ვარ, რომ 100 გოგოდან 99-ზე მეტმა შეიძლება მოინდომოთ სალკე ცხოვრება, მაგრამ არ არის ასე სამწუხაროდ რა. მოწყობილი ესე რო ვთქვათ. არიან ოჯახები, რომ რას ქვია, სხვაგან გაუშვა შვილი, ნალოლიავები დედას ბიჭი და რაღაცა. უნდა გაუშვა. იმიტომ რომ ის არ არის შენი საკუთრება და ვერ მიიკერა რაღაცა ასე რა ქვია, კალთაზე. მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ოჯახური ის უნდა შექმნას და შეცხო შექმენი და დააცადე, რომ შექმნას დააცადე კამათის დროს, იმის დროს, ამის დროს საკუთარი ცხოვრება თვითონ მართოს, საკუთარი ცხოვრების ბატონ პატრონი იყოს და თუ არის ღირსეული შვილი და თუ გაქვთ ძალიან კარგი დედაშვილობა, აუცილებლად ძალიან ხშირად მოვა შესანახავ და ძალიან ხშირად ესტუმრები კიდეც. ესტუმრები ხა დედაშვილის სტუმრობა ეს სიტყვები არ მიყვარს, მე დედა მესტუმრა თუ რაღაცა გულზე მხდება ეგეთი რაღაცები, იმდენთ შენია, რომ სტუმრად მოიხსენიო, მაგრამ შენთან მოვა თუ რავი როგორც გინდათ, ისე რაღაცა სტუმრობა რაღაცა ყურში ცუდად ხდება. ამიტომ ეგრეა. მიხვალ მოვა, მაგრამ რაც არ უნდა ხშირად მიდიოდეთ და მოდიოდეთ, მაინც ვფიქრობ, რომ ზღვარი საჭიროა. აი ზღვარი თუ დაირღვა, მე ძალიან ცუდად იქნება საქმე. ეხლა დაბალი გოგოები ვერ გადავშენდებით უკაცრავად, ვისაც ის გაწუხებთ, ვერ გადავშენდებით ვერანაირად, პირიქით. ხო ხედავთ, რაღაცა სოკოებივით ამოვდივართ. ხო ნუ რა ვქნათ ეხლა, დავიბადეთ დაბლები. და მაღლები რითი ხართ ჩვენზე უკეთესი ხო არ იცით. იგივე ადამიანები ხართ, რაც ჩვენ ხალხო. ჩვენც უამრავი მინუსი გვაქვს თქვენს, ჩვენც უამრავი პლუსი გაქვთ თქვენს. რავი, რითი განსხვავდებით ამით? რა ვიცი, ამ ხელა შეიძლება სრულიად უტვინო იყოს, ქალი გინდა თუ კაცი, სულ ერთია და დაბალი შეიძლება ტვინით იყოს გამოჭედილი. აი რა კრიტერიუმებით, ხო, ვიღაცის თვალით შეიძლება სულაც არ იყოს რაღაცა. აი მე მაგალითად ძალიან მაღალ მამაკაცთან თავს გრძნობ დისკომფორტით. ანუ არა ვარ კომფორტის ზონაში არ ვარ, ამოგდებული ვარ თლიანად. აი მეტროში დავდგები და ძალიან მაღალი მამაკაცი მიდგას გვერდით, დიცენტრები, აი არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ რაღაცა აი ასე რომ დავხედო ეგეთ ადამიანს დისკომფორტს მიქმნის. აუ მამაკაცები უფრო თორე ხა დედრობით სქესი ეგრე უფრო ხუმრობით, მაგრამ აი რაღაცა არ მსიამოვნებს მამაკაცი, რომ ძალიან მაღალია ჩემზე, აი ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. თუმცა ახლა როცა შეგიყვარდება კაცო და ის მე კიდე სხვანაირად ისა ყველა აღიქვა უკვე იმ ადამიანს ალბათ, მაგრამ აი შეიძლება არ მოგეწონოს ახლა ძალი ხარ თუ მული ხარ თუ დედამთილი თუ ცოლა თუ ქმრის მამი და თუ რა ვინც გინდა ის იყავი, მაგრამ რა ქნას კაცო გაუშვას. უყვარს, აი როგორ განიცდიდა ხო ის ადამიანი, რომ დაწერა, რომ აი რა გავაკეთო, რა ვიცი, მოაძარი ხახა შენს მოც, რავი რა უნდა უკნა. ამიტომ ბევრ რამეში ხალხო ნუ ჩავერევით. მულობა სულაც არ ნიშნავს რამე პრივილეგიას. უბრალოდ ფაქტია, რომ მისი საყვარელი მამაკაცის დედმამიშვილი ხარ თორე. არაფერ პრივილეგიით არ ვსარგებლობ ჩვენ მულები. და რა პრივილეგიით ვსარგებლობ ხა მე მაგალითად. გარდა იმისა, რომ ხო მისი მეუღლის დავარ. სხვა რითი სარგებლობ. რა ვიცი. არ უმართავ მე მათ ცხოვრებას, არ ვერევი მე მათ ცხოვრებაში, არ განვიხილავ მათ რაღაცა დეტალებს, არ ვარ ადამიანი, ვინც ძმას გააქეზებს ნებისმიერ ვარიანტში, რა ვარიანტიც არ უნდა იყოს, ჩემთვის სულ ერთია, ჩემთვის მიუღებელია გაქეზება. რა ვიცი, რა პრივილეგიებით უნდა გამოიჭირო შენი ძმა და ეტყუწუნო იქ რაღაცა სისულელეებზე და გამოგიჭედოს ტვინი. ეხლა ჩემი ძმა მაგას მომისმეს, მე დავდგე და ემეწავდი როგორ უნდა დამაკლდეს ახლა აქ ტვინი, რომ დავდგე და რა ვიცი რაზე, მაგრამ რაღაცაზე ველაპარაკო. ალბათ ვერ გავასწრებ იმ ტერიტორიიდან და ყოველთვის მე და ჩემს რძალს გვაქვს ესეთი ის, რომ ზღვარი გვაქვს და ყველაზე დიდი ადამიანი გვიდგას შუაში, ჩემი ძმა, ანუ მისი ქმარი და არც ერთი ამ რაღაცას არ ვარღვევთ. როგორ მახსოვს ერთხელ სანამ წავიდოდნე საბერძნეთში ის იყო ჩემი ნინი ოთახში იყო წამოწოლილი და მე მისაღებში რაღაცას ვაკეთებდი არ მახსოვს და სადარიო მკითხა და იქ არის თქო და რატო არ ხარ თუ ერთად ანუ გავკეთე ერთად დავდიოდით ჩვენ და
ერთად რატო არ ხართო და რა ვიცი მეთქე წამოწოლილია თქო და მე რაღაცას ვაკეთებდი და ისე განიცდად ვაიმე ნაჩხობრები ხო არ ხართო და არა ბიჭო რა ნაჩხობრები მეთქი და არ ვიციო კაცო თუ რამეზე იკავთო თქვენ თვითონ მოგვარდით ანუ ჩემამდე არც კი მოიტანოთ არაფერიო თქვენ თვითონ დალაგდით არაფერია დაბიადო რა და დავლაგდი არაფერი არეულობა არ მომხდარა ანუ წამოწვა ხო აკუბრებადა წამოწეს ეს ისე განიცადა რომ ერთად არ დავხვდით ისე ინერვიულა რომ ძლივ დავაჯერეთ რომ არ გვიკამათია უბრალოდ იმას დასვენები და მე რაღაცას ვაკეთებდი მორჩა ისევე როგორც შეიძლება მე წამოწოლილიყავი და ის მჯდარი ყვა ტელევიზორთან ესე რა მაგრამ ჩემი ძმა იმდენად შუაში გვედგა ყველანაირად და ის რომ ამაგის წინ მე არასოდეს არ წავიდოდი და რაღაცა იგენების სისის არ დავიწყებდი იმიტომ რომ რა ვიცი აბა უნდა სეპატივი ძმის არჩევანს როგორც არ უნდა იყოს. ეხა მე არ საუბრობ რა საზიზღარი გოგოები რომ მართლა არსებობენ და რომ შემონა აბა მოვედი და ეს გოგოები არ საუბრობ ეხა ეგეთ გოგოს მე ვერ შევეგუებოდი ვერცერთ ვარიანტში. ეხა რო ვერ შევეგუები ადექი და წადიება სადაცასულიყო ეხა 3 და 4 კაცი ერთად რაღაცა სხვანაირად გადალაგდებოდა ურთიერთობები რა. ერთ სივრცეში ცხოვრობდით, მაგრამ ალბათ ნუ ისეთი არ იქნებოდა როგორც ეხა ჩემთვის არის ჩემი ნინო აი ძალიან ძვირფასი და აი ძალიან ახლო ადამიანი ჩემ საიდუმლოებებს რო ვუყვები და ჩემს ძალიან ღრმა დეტალებს რო ვუყვები ალბათ იშვიათად ეგეთი რძალმულობა ჩვენ რო გვაქვს აი ძალიან წრომანებს რო ვუყვებით ერთმანეთს და რო ვიცი რომ ჩემ ძმამდე არ მივა და მან რო იცის რომ კომამდე არ მოვა ანუ ხო ხვდებით რა ესეთი ურთიერთობები მესმის მე აი რა აი აქაც რო იყო რა ვიცი რამდენჯერ წავსულვართ კაფეში აი გონზე რო არ ყოფილა ჩემი ძმა და ანუ ჩვენ ქონდა კიდე სხვანაირი ურთიერთობა რა და ამიტომ უფრო ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასე უკირკიტო შენს ძმას რომ დაბალია აი რანაირად შეიძლება ეგეთი რამე გააკეთო და უთხრა და დათრგუნო და განადგურო შენი ძვირფასი ადამიანი მე არ ვიცი ვერ გეტყვით ჩემთვის მეუღებელია და იგივეს გირჩევთ ნუ ჩაერევით თქვენი ძმების არჩევანში იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ძალიან დააზარალებთ საკუთარი ძმის ღირსებას და ძალიან შეურყევთ ამ ღირსებას რასაც მე დრო გავა და აუცილებლად წამოაწახებს მისი ცოლი და ამას ნუ გააკეთებთ იმიტომ რომ მამაკაცი თვითონ ისედაც სიტყვა კიდე ძალიან დიდია და მამაკაცი უბრალოდ მამრობითი სქესი არ უნდა იყოს რა და ასეთად ნუ მიაღებინებთ მის ცოლს რომელსაც ეგონა რომ კაც გაყვა ცოლად თქვენი რაღაცა გრძელი ენების გამო არ შეიძლება შეირყეს ურთიერთობები ცოლ-ქმარ შორის პირიქით არ გრძნობიათ რომ ის არის ნამდვილი მამაკაცი და მის წინ არ წახვალთ და მის წინ არ გადახტებით და არ გადამოხტებით ასეთი უყვარს და შეიძლება უფლება გაქვს ასე უხეშად ჩარევის რა ამიტომ ჩემთვის მეუღებელია რაღაცები და ძალიან ვამაყობ რომ აი ეს დაჭერილი გვაქვს მეც და ჩემს რწალსაც ძალიან ვიხარით რავდე და არა მხოლოდ მე და ჩემ რწალსაც ჩემს მუზ და მეც ანუ აი ესე რომ არასოდეს აი მსგავსი არაფერი მსმენია არც ჩემ ყურამდე მოსულა და არც ეს უშუალოდ არ მომისმენია რამე ისეთი ეთქვა ჩემზე რითაც რავი ჩემი მეუღლე გახიზიანდებოდა ან რამე არასდროს არ მსმენია და რავი ჯვარი მწერია გავიგო მსგავსი რამ და დარწმუნებული ვარ რომ არ იქნება ეგრე რომ რაღაცა ჩემს ზურგს უკან მიდიოდეს ერთი ამბავი ჩემს ქმართან და ეს ასე უსმენდეს არა ასე რომ ნუ ვიზავთ ისეთ რაღაცებს რომ რაც ენაზე მიგვადგება ესე არ უნდა წამოვაყრანტალოთ ხანდახან უნდა დავფიქრდეთ რას ვამბობთ სიდაბლე არ ნიშნავს რომ ხელი უნდა გვკრან მეორე ნახევრებმა რა ვიცი შეიძლება მაღალი გოგონა მოიყვანოს ცოლად მაგრამ აბსოლუტურად ისეთი რომ აი მიუღებელი ურთიერთობებში რაღაც აპარტავანი რაღაც აი ესეთი რომ ვერაფერ შეეგუო გესმის
და ამ დროს იყოს მაღალი და შეეფერებოდნენ კაცო ვიზუალურად და ამიტომ ამ უფრო ეგ არის არ ცვლის და არაფერს არ ნიშნავს. ესე რომ ძალიან დამწყდა გული ეს კომენტარი რომ წავიკითხე პოსტი უკაცრავად. გულზე მოხვდა ძალიან რაღაცა მეთქი რატო და გამაგდოს ქმარმა წახვიდან. იმედი მაქვს რომ იმ პოსტის ავტორი სათანადოდ დადგება და პასუხს გასცემს ყველას, ვინც მის სიდაბლით სპეკულირებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ძალას იპოვის საკუთარ თავში. არ ვიცი. აი, ბარემ აქვეც დავაყოლებ შენს ადგილზე გავაუქმებიო სოციალურ ქსელსო და ძალიან გთხოვთ დამიწერეთ რატომ უნდა გავაუქმო სოციალურ ქსელი. რატომ თვლით რომ ვარ უინტერესო და თუ უინტერესო ვარ რატომ მიყურებთ და რატომ იცით ძალიან ბევრი ჩემი ვიდეო. თუ არ მოგწევს უბრალოდ არ უყურებ. თუ ყველა ვიდეო იცილ ამის, მაშინ უკვე ვეღარ ვიგებ უინტერესო როგორ ვარ. მიყურებ, ფაქტი ხო რომ მიყურებ. ამიტომაც გამიხადება თუ დამიწერეთ რატომ უნდა გავაუქმო ერთი სულ გავიგო. იქნებ მე რაღაც არ ვიცი და გვერდიდან კიდე რაღაცა გველეშაპს უგავარ და ძალიან გთხოვთ დამიწეროთ. ახლა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. სადილე უნდა მოვამზადო. იქნებ მარიკოს რამე ვაჭამო, იმიტომ რომ ეს რას ეყოფა ხელა რაღაცა რომ მივიდო. მშვიდობებით და ერთმანეთის სიყვარულის გარდა არაფერი არ შეგვრჩება დაბალსაც და მაღალსაც. ყველა დავიხოცებით დაბალიც და მაღალიც. ყველა შეუძლია სიყვარული დაბალსაც და მაღალსაც, ისევე როგორც სიზული. გემშვიდობებით. ჰაი. დაგემოვნება ნომერი 2 ეკსგან. სხვადასხვა გემოების მოჭრა ორეო. თქვენს ხედავთ ამ სილამაზეს. ხართ რუსთავში, თქვენს ადგილას ახლავე გავიქცეოდი ეკასთან. შეგიძლიათ ისარგებლოთ კურიერის მომსახურებებით. ამიტომ ველოდები გალღობას. ორეო, ფავორიტი, დუბაის შოკოლადი. როგორც ხედავთ არის სხვადასხვა ფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის სხვადასხვა ხილის გემოები. სანამ მოჩილღება, მივირთვათ დუბაის შოკოლადი. ნახოთ. ხო ვამბობ ხალხო, ოქროს ხელები აქვს. ველოდებით გალღობას. დროა დავაგემოვნოთ ოდნავ ისევ ცოტა გაყინულია, მაგრამ მეც ვეღარ დაველოდები. ეს გახლავთ მარწყვის არომატით. დღეს უკვე ალბათ მივიღე 7000 კალორია. კიდევ ერთიც. დავიშოკე. უგემრიელესია, აი ნაღების და კრემყოლის ყველი აქვს ხალხო. კრემი, ყველი. ათიდან 2. მოჩი მირჩევნია. და რაც მთავარი ამზადებს ნებისმიერი ხილის არომატით. და ბოლოს ყველაზე საყვარელი დუბაის შოკოლადით დავასრულოთ. ხელი შეუწყოთ სტარტაპების განვითარებას და ვუსურვოთ წარმატებები, რაც მთავარი გამოვიწეროთ. გვერდი ორი შვილის დედა ამზადებს საოცარ ტკბილელს. მადლობა.